მე ვარ გიგი კახაძე 14 წლის. ვსწავლობ ტაბახმელის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის წერა და კითხვა. კითხვაში მიყვარდა როცა ვიყავი 9 წლის. წარგაში ვიყავი სტუმრად, როცა ბიძაჩემმა მაჩუქა წიგნი თამარ მეფეზე. ამ წიგნმა და ბიძაჩემმა შემაყვარა კითხვა. საერთოდ მე მთხოვდნენ ოჯახში, რომ რაღაცა წამეკითხა, რაღაცით მე დავკავებულიყავი და საერთოდ კითხვა მე არ მაინტერესებდა საერთოდ რა არ შედიოდა ჩემს საქმიანობაში კითხვა და კიდევ კარგი რომ ასეთი კარგი წიგნი მაჩუქა ბიძამ. ამ წიგნის შემდეგ ცხოვრობ სხვა სამყაროში და ვკითხულობ და ვკითხულობ. ახლა დაახლოებით მაქვს საკითხული 40-45 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია ვახტანგ ჯავახაძეს უცნობი. 12 წლის რო გავხდი, მაშინ დავწუნდი რომ მე ჩემი ძლია წერა. ჩემი ნაწერების პირველი შეფასებელი არის ემინე აბულაძე. ის არის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დიდი სიამოვნებით ვიკითხავ ერთ ჩემ ლექს. ეს სხვისი ლექსია, მაგრამ ჩემი უბრალოდ გადავაკეთე. მე გესალმებით ჭირიმე ქება დიდებას არცველი, მეც ერთი თქვენგანი ვარ სულით და გულით ქართველი, სახელად გიგი ვარ კახაძე, ალბათ ვერ მიცნობთ კარგად და ხულო სოფელში გაძრდილი, ტაბახველიდან თავადა, სოფელში დიდი სახლი მაქვს, სტუმრისთვის უდამ გახსნილი, ერთი უბრალო ბიჭი ვარ, გლეხის ოძახში გაზრდილი, მე ჩემსაც ასე აღნიშნავ, როცა თავისას ყვებიან, სიმდიდრის ფასი ვიცი და კიდევაც მომში ვებია, უფლის ტრბობით გაჟღენთილს, სულს მithბობს რწმენის ნექტარი და თვით ნაშოვნზე მეტადვე, უფლით ნაპოვარ შევხარი, დრონებით ბერქან დავკრივა, შეცნობილი მაქვს თაველი, ცხოვრების მიზნად დავისახე მართალკაცობის სახელი, ანც ინსტრუქციას მიყევით და თუ არ დასჭის საგანი, მაშინ დედაჩემს ვაჟისთვის ტყუილად ურწვია აკვანი. მე რომ ახლა რომ დიდი მწერალი ვიყო, დავწერდი ბიოგრაფიულ რომანს. ისე გეგმაში მაქვს და გადაწყვეტილი მაქვს, რომ დაუბეჭდო ჩემი წიგნები. სახლში მაქვს ძალიან კარგი წიგნების ბიბლიოთეკა. ადრე წიგნებს ყიდულობდა ბიძია, მაგრამ რომ გარდაიცვალა დედაჩემი ყიდულობს. წიგნებს სულ უვლიდა ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი ვარ მე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ საუკეთესო მასწავლებლები არიან და საუკეთესო კლასელები ყავს. სამწუხაროდ ჩემს სკოლაში ძალიან ცუდა ბავშვი. ჩემს კლასში მხოლოდ 2 ბავშვი ვართ, მე და ლანა გობაძე. კიდე კარგი რომ ლანა არის მხიარული, ხალისიანი და წარმატებული გოგო. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული ლიტერატურა. საყვარელი მასწავლებელია ემინე აბულაძე. ის არის ლამაზი, საქმიანი, კარგად გვიხსნის გაკვეთილებს და ასე ვთქვათ, ზედმეტი საუბარი არ უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პოეტი, მწერალი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი არქეოლოგი და ამ საქმიანობაზე ახლაც კი ვფიქრობ. ახლა მინდა ვიყო 30 წლის, რადგან უკვე ვიქნები ცნობილი დიდი მწერალი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედაჩემი, მამაჩემი და ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და მხოლოდ. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ანდრია. ის არის ცელქი, ჭკვიანი და მშვიდი. ზოგჯერ ნერვებს მომშლელია, მაგრამ პატარაა და უნდა ავიტანოთ. ჩემი აზრით, ანდრია რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამაჩემი არის მშრომელი, მშვიდი და მხიარული. მას გაგიჟებით უყვარს დედაჩემი. ასე იმიტომ მგონია რომ სულ ცდილობს გაახაროს. დედაჩემი არის ლამაზი, თბილი და სამართლიანი. და ძალიან მიყვარს დედაჩემის გაკეთებული სუპი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. ცოლს რომ მოვიყვა, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ელისაბედს და დათოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებ და უკაცრიელ კუნძულზე. მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ თორნიკე გობაძესთან ერთად. ბედნიერება არის კითხვა, წერა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.